გაფიცვეს ზესტაფონის სალიანდაგოს სამსახურში. ხელოვნურ ნაგებობათა ხიდებისა და გვირაბების ლიანდაგის 80-მდე თანამშრომელმა სამუშაოობანი მიატოვა და სახელმწიფო ფონდის 50%-იანი ზრდის მოთხოვნით თავი დასავლეთის სალიანდაგოს სამმართველოს ზესტაფონის რეგიონის ოფისთან მოიყარა. ხელფასები გვაქვს ძალიან დაბალი. 400 ლარი. როცა ბოდიში და მართლა შავპურს ყიდულობთ ნისიათ, რატო უნდა გქონდეს? როცა კირგა ლაბადა და თავარი სამუშაოს ვასრულებ ჩვენ ვასრულებ. ძირითადად რატო უნდა გქონდეს ჩვენ 400 და სხვაზე არ მაქვს მე ის კაცო, სხვაზე ყველას ღმერთმა მიცეს, მაგრამ ჩვენ დაგვაგვონყოლონ, გეგე უბრალოდ ხელფასით. და პატარა სპეცსაცმელი დღეს რო შევიცვით. დაღამდა ხო? გავსოლდი. ხვალილაზეც უნდა შევიცვათ სველი ტანსაცმელი ისევე. სველი ტანსაცმელი. ასე მუშაობა არის ალბათ მიუღებელი. 50% მომატებული სამსახურში ყველანაირად დაგმოყოფილებული ტანსაცმელი ყველანაირად რა ერთ სიტყვით რა. ხო, წყალია აბანო არა გვაქვს მაგალითად შპალს ვშლით ხო? ვაგონიდან ვყრით შპალს. ხელის დასაბანი საპონი არა გვაქვს. ტანსაცმელი არა გვაქვს, ესოგა არ გვაქვს და არაფერი რა ერთ სიტყვით. ხო მეტი არა. გვაქვს ის ბანკში ვალების სრულას ეს ერთი ხო? ამ ხელა გაჭირე ოჯახები გვყავს სრულას. შემდეგ უბრალოდ ელემენტარული ცხოვრება არ არის, გამოსაცვლელი არ არის, რომ გამოიცვალოს ადამიანმა, დილას ისევე სრული რომ არ შეიცვას. აგარი მთელი ელემენტარული რაღაცებიდან იწყება ყველაფერი და გადადის დიდი მასში რა. ეს რაც ადამიანებს აგერ უჭირთ. აქ სამავთყოფო ეს ყველაფერი ნენა კი არის წესრიგში ახლა სამავთყოფოსთან შედარებით კი სამედიცინო უზრუნველყოფა. კი, მაგრამ მთლიანობაში მოშლილი და მთელი სტრუქტურა რა, რო ვთქვათ. როდგას ეს ხალხი ყველას აწუხებს ოჯახთან პირველია ოჯახთან მიმართება. ოჯახთან ბავშვებთან ოჯახთან რა ვალებში ვართ ყველა ამოწყვეტილი. ხელფასის რამდენი პროცენტი? ნუ ახლა ჩვენ არ ვითხოვთ იმას რომ როგორც ახლა თქვით ფანატიკურად რომ მაგალითად ეს, მაგრამ ცოტა ხომ უნდა შეგვეტყოს რაღაცა. ცოტა უნდა შეგვეტყოს რომ ვიცხოვროთ რა ცოტა ნორმალურად. დასავლეთის სალიანდაგოს სამმართველოს ზესტაფონის რეგიონში დასაქმებული 300-მდე თანამშრომელი საჩხერე ჭიათურა, ზესტაფონი, ხონი, ქუთაისი, ტყიბული, ზუბნის ლიანდაგის მოვლა შენახვას უზრუნველყოფს. რამდენიმე თვის წინ მათ შორის არსებული სხვაობა თანრიგებს შორის გაუქმდა და ყველას მიუხედავად მისი კვალიფიკაციისა ერთნაირი ხელფასი დაენიშნა 500 ლარის ოდენობით. დღემდე იყო თანრიგების მიხედვით მე-3, მე-4, მე-5 თანრიგი, ახლა სულ ყველას მიეცა მე-5 თანრიგი. და ერთიანად აი მე-3 თანრიგის ხელფასმა აიწია გახდა მე-5 თანრიგის თოლი, მე-4-სამ აიწია გახდა მე-5 თანრიგის და ალბათ ამაზე რა გარკვეული კონკრეტულება მე-5 თანრიგის კატეგორიაში რომ იმათაც უნდა მომატებოდა. სხვა მეტი დაკლებით არავის არ დაკლებია. სალიანდაგოს სამსახურის თანამშრომელთა გაფიცვა ხაშურიდან დაიწყო, სადაც აქციის მონაწილეებმა ხელფასების ზრდის პარალელურად იმ შეღავათების აღდგენაც მოითხოვეს, რაც წინა წლებში იყო. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად მათ სისტემის ხელმძღვანელებმა ხელფასის 50 ლარით მომატება შესთავაზეს, რაზეც გაფიცულები უარს ამბობენ. აქციის მონაწილეები ზესტაფონში სამუშაო ბნევზე გასვლას საკითხის დადებითად გადაწყვეტამდე არ აპირებენ. რაც შეეხება მატარებლების მოძრაობის უსაფრთხოებას, ამ მხრივ როგორც გიაქველიძე ამბობს, პრობლემა არ არსებობს, რადგან უბნებს პასუხისმგებელი პირები აკონტროლებენ. დღეს და ხვალ და ვთქვათ რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს პრობლემა არ იქნება. გარკვეული ხალხი ხელმძღვანელები, ოსტატები, ბრიგადირები ხაზზე არიან, ამოწმებენ ყველაფერს, მუშაობენ და ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში გამორიცხულია აღნიშნული პროცესი. მოლაპარაკებები გაფიცულებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის გრძელდება. სწორედ ხაშურში მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ზესტაფონში აქციის მონაწილეთა შემდგომი ნაბიჯი. გივი ტაქსისტის სასიყვარულო ისტორია კომედიური ჟანრის მოყვარულთათვის. სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი თავისი რეპერტუარიდან ზესტაფონს ერთ-ერთი გახმაურებული სპექტაკლით 21 თებერვალს ეწვევა. სპექტაკლის რეჟისურა მალხაზ ასლამაზიშვილს ეკუთვნის. სიუჟეტი შეყვარებული ტაქსისტის გარშემო ვითარდება, რომელსაც 2 ბინა აქვს და 2 ცოლი ჰყავს. იმისთვის, რომ თავისი საიდუმლო არ გამომჟღავნდეს, ტაქსისტს ბევრი ტყუილის თქმა უწევს, რისთვისაც ის კომიკურ სიტუაციებში ვარდება.
21 ჩვენ გვაქვს ახმეტელის თეატრის გასტროლის ზესტაფონში სპექტაკლს ქვია გივი ტაქსისტის სასიყვარულო ისტორია. ეს არის კომედია. ეხლა სიმართლე გითხრათ მე არ მაქვს ნანახი, მაგრამ მეგობრები და კოლეგები მაიმედებენ ძალიან საინტერესო, ძალიან ისეთი მხიარული წარმოდგენა ის რომ ამ დაღვრემილ სახეებს და დაღვრემილ საზოგადოებას ცოტა გავამხიარულებთ აი ეს შემოგთავაზეს და აი ზუსტად ამ კუთხით მინდა რომ მართლაც ცოტა წავეშულოთ ადამიანებს, გავახალისოთ მათ ცხოვრება. აი ესეთი ესე რომ ვინც ჩვენი აბონემენტების მფლობელები არიან ის 170 ძირითადი მაყურებელი მათთვის ეხლავე ვაანონსებ რომ 21-ში შეემზადონ ამ ღონისძიებისათვის ამ წარმოდგენისათვის და ესევე ვისაც სურვილი აქვს თეატრის სპექტაკლის ნახვის შეუძლიათ მოვბრძანდნენ შეიძინონ ბილეთი და ისე შემოვიდნენ 21 თებერვალს ჩვენს დარბაზში. პროექტი თეატრისთვის ფარგლებში ეს უკვე მესამე საგასტროლო ჩვენება. მანამდე ზესტაფონს რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრები სტუმრობდა.